მძიმე მეტალები ეგრეთ წოდებულ ტყლარცსა და სქვიშში ერთი შეხედვით უსაფრთხო გართობამ შესაძლოა ბავშვებში ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ლაბორატორიული კვლევის დასტურდება, რომ მოზარდების საყვარელ სათამაშოებში ტყვიისა და დარიშხანის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. ეს კი მათ სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ექიმები მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მძიმე მეტალების არსებობა სათამაშოებში, ლაქებში, საბავშვო პარფიუმერიაში არასასურველია და შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. განსაკუთრებით ტყვიამ და დარიშხანმა. ტყვით მოწამლა და დარიშხანით მოწამლა ბევრი ორგანოების დაზიანებას იწვევს ბავშვებში. პირველ რიგში ტყვით მოწამლას მინდა შევეხო. ჩატარდა კიდეც კვლევა საქართველოში 2018 წელს გამოიკვლიეს 2000-მდე ბავშვი სრულიად საქართველოს მასშტაბით და აინტერესებდათ რეგიონების მიხედვით ტყვის შემცველობა. 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში იქნა გამოკვლეული. უნდა გითხრათ, რომ კახეთი ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია და მშვიდად უნდა ვიყოთ შედარებით იმ თვალსაზრისით, რომ შემცველობა ტყვისა ჩვენ ბავშვებში ერთ-ერთი ნაკლებია. ყველაზე მაღალი რაოდენობა ბავშვებისა ტყვით დასნებოვნების, ასე რომ ვთქვათ, იყო აჭარაში. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? პირველ რიგში მშობლებს რაც ყველაზე უფრო თვალშესაცემი შეიძლება იყოს მშობლებისთვის, ეს არის ქცევითი დარღვევები. კოორდინაციის დარღვევა, კითხვის პრობლემები, არითმეტიკაში ჩამორჩენა განსაკუთრებით, ჰიპერაქტიულობა, ამ პირიქით მივარდნილობა და უხალისობა, თუმცა უფრო მეტად ჰიპერაქტიულობაა ხოლმე გამოხატული. ქცევითი პრობლემები, ბავშვები უფრო აგრესიულები არიან, ხშირად ჩხუბობენ და ვერ იგდებიან თანატოლებს. შესაბამისად, აქედან თუ ეს სიმპტომები შეამჩნია მშობელმა, ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინც ტყვით დაბინძურების გამო იყოს, თუმცა ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ტყვით ინტოქსიკაცია. რაც შეეხება შინაგან ორგანოებს, ტყვითი დაბინძურების, როდესაც ტყვია მაღალი ორგანიზმში, განსაკუთრებით ანემიით გამოიხატება ხოლმე ეს, ყაბზობით, მუცლის ტკივილით, პერიოდული გულისრევით. დარიშხანი უფრო მძიმე და სახიფათო მეტალია ვიდრე ტყვია და შესაბამისად მისმა დიდი რაოდენობით მოხვედრა ბავშვის ორგანიზმში შეიძლება მყისიერი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დარიშხანი არის ძალიან კანცეროგენული ნივთიერება და დუნე და მცირე რაოდენობით და ხანგრძლივმა მისმა ექსპოზიციამ ბავშვის ორგანიზმში შემდგომ შეიძლება უამრავი ორგანოს სიმსივნური განვითარება გამოიწვიოს. კერძოდ, ყველაზე უფრო მგრძნობიარე დარიშხანის მიმართ ეს არის სისხლი, თირკმელები, ღვიძლი, ცენტრალური ნერვული სისტემა და გულსისარხვთა სისტემა. შესაბამისად, ყველა მშობელს მოუწოდებ, რომ ტყლარწები იქნება, ლაქები იქნება თუ სხვა სათამაშოები, ყურადღებით შეუძინოთ ბავშვს, რომ არ ქონდეს ასეთი მძიმე მეტალებთან ბავშვის ექსპოზიცია. ხშირად დავბანოთ ხელები, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ხელების დაბანვა თითქმის 2-ჯერ ამცირებს ტყვის შემცველობას და სავარაუდო დასნებოვნებას.